რელიგიების საბჭოში დღეს მე-7 ხდომა გაიმართა, რომელსაც ისლამური და მართლმადიდებელი კონფესიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისლამურ მხარეს აჭარაში მეჩეთებისთვის 5 შენობა გადაეცა, ასევე შეთანხმება მოხდა მართლმადიდებლური მონასტრებისთვის მიწების გადაცემასთან დაკავშირებითაც. საკითხები ეხება როგორც მიწის გადმოცემას ეკლესიის მშენებლობებისათვის, ისე მშენებარე ტაძრებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას. რელიგიის საქმეთა სააგენტო ითხოვს უფრო მყარ მოტივაციებს, სად და რა დანიშნულებით უნდა აშენდეს ტაძარი. ამასთან დაკავშირებით ზოგიერთ საკითხებზე არის ამომწურავი ინფორმაცია და ამ საკითხებზე დადებითი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, სადაც არსებობს შეკითხვები, ამასთან დაკავშირებით გინდება ხარვეზი. Რომელდენიმე მეჩეთი დარეგისტრირდა საქართველოს მოსულთა სამმართველოზე, ეს არის ქობულეთში ჯიხანჯურის მეჩეთი, ჩაქვის მეჩეთი, ბობოყვათის მეჩეთი და ოზურგეთის რაიონში ნასაკირალის მეჩეთი გადმოეცა საქართველოს მოსულთა სამმართველოს. ჩვენ გვქონდა საუბარი კიდე ბათუმის მეჩეთზე, რომელიც ექვემდებარება რესტავრაციას და რესტავრაცია არის ჩასატარებელი. საკითხი ეხებოდა ქობულეთის რაიონში 3 მეჩეთის გადაცემას, ერთი ოზურგეთის რაიონში მეჩეთის გადაცემას და ბათუმის ოთაჯამეს რეკონსტრუქცია რესტავრაციის პროექტის მიზანშეწონილების საკითხი. ჩაითვალა კომისიის მიერ მიზანშეწონილება, რომ მოხდეს რეკონსტრუქცია რესტავრაციის განხორციელება. რაც შეეხება მართლმადიდებელი ეკლესიის სამმართველოში, დაახლოებით 40-მდე საკითხია გამოტანილი. რამოდენიმე ეთქვა უარი, დაახლოებით 8-9-ზე დადგინდა ხარვეზი და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.